მეგობრებო, რაღაცა ახალი ტრენდიაო და მოდით ერთად გავაკეთოთ. მოკლედ საჭმელი, რომელიც ყველას უყვარს, ჩემს გარდა. არ ვიცი რატომ არ მიყვარს, მაგრამ მოდით დავასახელებ 5 საჭმელს, რომელიც არ მიყვარს. ვიცი რომ ძალიან უყვარს სხვებს, მაგრამ მე არ მიყვარს. პირველი იქნება რა? ზეთის ხილი. არ მიყვარს ზეთის ხილი. ყველაფერი, რაც ზეთის ხილით ფორმდება, გინდა პიცა, გინდა სალათი, არაფერი არ მიყვარს და არაფერს ხელს არ დავადებ, სადაც არის ზეთის ხილი. არ მიყვარს. მეორე იქნება ხალადიცი. როგორ შეიძლება ჟელეში ჩაყო ხორცი? მე უბრალოდ არ მესმის. როგორ შეიძლება ჟელე ჩემს თავში ტვინში არის რაღაცა ტკბილი მასა. როგორ შეიძლება ეს აპრიორი ტკბილი მასა გახადო რაღაცა ხორციანი, ქონიანი რაღაცა მასა და გიყვარდეს და შეჭამო და ეს აკეთებდეს. მე არ მიყვარს. No. მესამე. მოდით მესამე იყოს ხაში. არ მიყვარს, არ მესმის, ვერ გავსინჯავ, ძალიანაც რომ მინდოდეს და არ ვიცი. რამე ისე რომ მითხრან რომ ნიძლავიც რო იყოს, მაინც ვერ გავსინჯავ. რომ მითხრან რომ $1000 დაგიდებ და მოდი გასინჯეო, ვერ გავსინჯავ, ვერ გავსინჯავ. გასინჯე არა, შეჭამე ბოლომდე, გასინჯვით გავსინჯავ, კაი კიდე ერთ კოს შეჭამს ადამიანი. მაგრამ მთლიანად დაუშვათ ერთ პორციას ვერ შევჭამ. ეს იყო მესამე, ხო? მეოთხე რა იქნება? მეოთხე. სუში და როლები. არ მიყვარს. გავსინჯე როლები ერთხელ, მითხრეს რომ ალბათ ისეთი არ იყო, გემრიელი არ იყო, ცუდად გამზადებული იყო, მოდით ახლა კარგ ადგილას წაგიყვანთ, მოდით იქაც გასინჯეო, იქაც გავსინჯე, აქაც გავსინჯე, ეგრეც გავსინჯე, აგრეც გავსინჯე, მაგრამ არ მომეწონა. No, არ მომეწონა, რა გავაკეთო, არ მიყვარს, არ მომწონს, ვერ გავსინჯე და მე მაპატიეთ, მაგრამ კი ნახავ უკან გადმოვიდა ყველაფერი. და მეხუთე ახსოვდა და უკვე დამავწდა. ღომი. მე მაპატიეთ მეგრელებო. მე მაპატიეთ ჩემო ძვირფასო ქართველო ხალხო, მაგრამ არ მიყვარს. ჭადზე და ყველზე ვგიშდები, მაგრამ ღომი არ მიყვარს, არ მესმის. ესეთი